25 დეკემბერს ადამიანები მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ. განურჩევლად ქვეყნისა თუ რელიგიისა ადამიანები ერთადერთობიან და აღნიშნავენ ამ დღესასწაულს, რომელსაც შობა ჰქვია 25 დეკემბერს მიესალმებიან წლის ბოლოს. მერე ბიბლია ამბობს, რომ 25 დეკემბერი იესოს დაბადების დღეა. ბიბლიის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ მნიშვნელოვანი მინიშნებები იესოს დაბადების შესახებ მათეს სახარებასა და ლუკას სახარებაში. ეს ჩანაწერები მიუთითებს ძალიან მნიშვნელოვან მინიშნებებზე იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლებოდა იესოს დაბადება მომხდარიყო დეკემბერში. მოდით წავიკითხოთ ლუკას სახარების მე-2 თავი 1 მუხლი. იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, აღეწერათ მთელი მსოფლიო. ეს აღწერა პირველი იყო სირიაში კვირენიოსის მმართველობისას. ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად თითოეული თავის ქალაქში. იოსებიც წავიდა გალილეიდან ქალაქ ნაზარეთიდან იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ბეთლემი, ვინაიდან იგი დავითის სახლისა და ტომისა იყო. რათა ჩაწერილიყო მარიამთან ერთად, რომელიც მასზე იყო დანიშნული და ორსულად იყო. მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები და შვადზე, თავისი პირმშო შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის. გავაგრძელოთ მე-8 მუხლი. იმ მხარეში მწყემსები იყვნენ მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი დაადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ. ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ მუხლს. სად ცხოვრობდნენ მწყემსები? ნათქვამია, ისინი მინდვრებში ცხოვრობდნენ. დღის რა დრო იყო? ეს იყო არა დღისით, არამედ ღამით. ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი დაადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით. და უთხრა მათ ანგელოზმა, ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება. ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და ნიშნად ეს გექნებათ, იპოვით ყრმას შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს. და უეცრად გაჩნდა ანგელოზთან ერთად დიდძალი ციური ლაშქარი და აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ. დიდება მაღალთა შინა ღმერთს, შვიდობა ქვეყანად და კაცთა შორის სათნოება. როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, წყემსებმა უთხრეს ერთმანეთს, წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ მომხდარი ამბავი, უფალმა რომ გვაუწყა. გაჩქარებულნი მივიდნენ და ნახეს მარიამი და იოსები და ბაგაში მწოლარე ყრმა. როცა დაინახეს, მოუთხრეს ამბავი, რაც ემცნოთ მათ ამ ყრმაზე. ვინც კი ისმენდა, ყველას უკვირდა, რასაც მწყემსები ეუბნებოდნენ მათ. მარიამა კი ჩაიმარხა ყოველი სიტყვა და ჩაიდო ისინი გულში. და დაბრუნდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც ესმათ დაიხილეს, როგორც ემცნოთ მათ. ამ მუხლებში დაწერილი ეს სცენა გვაძლევს ძალიან მნიშვნელოვან მინიშნებას იესოს დაბადების შესახებ. ისრაელში დეკემბრის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 10 გრადუსი ცელსიუსითია. მაშა სადამი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეკემბერი არ არის სეზონი, რათა ცხვრები გარეთ წოდნენ ისრაელის რომელიმე ქალაქში. ცხვრები გარეთ იწყებენ ძოვებას მარტში ან აპრილში. თუმცა, როდესაც ვკითხულობთ ლუკას სახარების მუხლებს, ვის აცნობეს ანგელოზებმა იესოს დაბადების შესახებ? დაწერილია, რომ ანგელოზებმა აცნობეს მწყემსებს, რომლებიც გარეთ იყვნენ და ღამით თავიანთ ფარებს უვიძებდნენ. დეკემბერში ღამით ტემპერატურა სწრაფად ეცემა. თუმცა, როდესაც იესო დაიბადა, ეს იყო სეზონი, როცა მწყემსებს შეეძლოთ ცხვრები გარეთ გაეშვათ და ღამით ედარაჯათ. საფუძვლიანია, რომ იესოს დაბადება არასოდეს შეიძლებოდა მომხდარიყო 25 დეკემბერს. მაშინ, როდის დაიწყეს ხალხმა მთელ მსოფლიოში 25 დეკემბრის აღნიშვნა, ჯერა რომ ეს იესოს დაბადების დღეა.
გასაკვირია, რომ 25 დეკემბერი არასოდეს აღინიშნებოდა იესოს დაბადების დღედ არც იესოს დროს, არც სამოციქულო ხანაში და არც მოწაფეების დროს, რომლებსაც მოციქულები ასწავლიდნენ. მას შემდეგ, რაც იესო ამაღლდა ზეცად და მოციქული იოანე, რომელიც უკანასკნელი მოციქული იყო, გარდაიცვალა, ქრისტიანობამ სათითაოდ დაიწყო მზის ღმერთის თაყვანისცემის ჩვეულების მიღება. საბოლოოდ მოციქული იოანეს გარდაცვალებიდან დაახლოებით 250 წლის შემდეგ, დაახლოებით 325 წელიწადი წელს, შობა დაწესდა. შობასა და მის წარმოშობასთან დაკავშირებით, რომში სამი ძირითადი ყოველწლიური დღესასწაული იყო. სამი ძირითადი ფესტივალიდან ერთ-ერთი იყო მზის ღმერთის თაყვანისცემის დღესასწაული, განსაკუთრებით მისი დაბადების დღის აღნიშვნა. ქრისტიანობამ შეცვალა ეს დღესასწაული, შენიღბა როგორც იესოს დაბადების დღე. მას შემდეგ ქრისტიანები აღნიშნავენ მას, როგორც იესოს დაბადების დღეს. თუმცა თავად ამ დღესასწაულის რიტუალი ფესვგადგმულია და ნაპოვნია მზის ღმერთის დაბადების დღესასწაულში. ეს არსებითად მზის ღმერთის თაყვანისცემის დღეა. საქმე არ არის მხოლოდ იმაში, არის თუ არა შობა 25 დეკემბერი, იესოს დაბადების დღე. საქმე არის იმაში, ვიცავთ თუ არა ღვთის კანონებს. ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, უნდა მივიჩნიოთ ეს რაღაც ტრივიალურად. განა ბიბლია არ შეიცავს ღვთისწმინდა სწავლებებს, რომელთაც შეუძლიათ რწმენის ჭეშმარიტ გზაზე მიგვიყვანონ. ჩვენ ყოველთვის უნდა დავრჩეთ ახალ აღთქმაში, რომელიც ღმერთმა მოგცა. მოდით, ყოველთვის დავრჩეთ იმ განკარგულებებში, წესებსა და კანონებში, რომელთა დაცვაც ღმერთმა გვიბრძანა. დიდი მადლობა.